ready for great changes under the guidance of a great leader. If you are, then wake up and open the door for the Novorite. Wake up. ეს არის ცნობილი ვიდეო თამაშის მეტროს ახალი სერიის მეტრო 2039-ის პირველი ტრეილერის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი. ატომური სოკო მოსკოვის წითელ მოედანზე. უკრაინული კომპანიის პროდუქტი მეტრო არ არის ომის თამაში, თუმცა როგორც მედია წერს, რუსეთ-უკრაინის ომმა მისი ახალი სერიის შინაარსზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ახალი ვიდეო თამაშის მთავარი თემები პროპაგანდა, ადამიანური ტრაგედია და თავისუფლების ფასია. რეალურ ცხოვრებაშიც თავისუფლებისთვის უკრაინელი ხალხი წლებია იბრძვის და ალბათ არც ისე შორსაა დრო, როცა ბოროტების მთავარი შემოქმედი დამარცხდება. კრემლი კი ცეცხლის ალში გაეხვევა. ამოლოდინს უფრო რეალისტურს ხდის ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან. ბოლო თვეებია ყველგან მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაზე წერენ და საუბრობენ. ეს ვიდეო შესაძლოა უკრაინელი სამხედროების წარმატების ერთ-ერთ მტკიცებულებად მივიღოთ. ბევრი წლის შემდეგ პირველად უკრაინული დრონები დროებით ოკუპირებულ დონეცკში დაფრინავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის საოკუპაციო ჯარს სერიოზული პრობლემები აქვს და საჰაერო სივრცესაც ვეღარ აკონტროლებენ. ვიდეო აზოვის ბატალიონმა გაასაჯაროვა და ამით დონეცკის დრონებით ბლოკადა ოფიციალურად გამოაცხადა. აზოვის ცნობით ისინი დროებით ოკუპირებული ქალაქის გარშემო ყველა სამხედრო სამიზნის გადაადგილებას გააკონტროლებენ და ყველას გაანადგურებენ. ტერიტორია კი არც ისე პატარაა. უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლს ქვეშ არის დონეცკის წრიული, ჰორლივკა, ზუგრესი, ანდრიივკა, სტარობეშევე და დოკუჩაევსკა. ამ მიმართულებებზე კობზონის კონცერტის ბილეთი უკვე ბევრმა რუსმა ოკუპანტმა მიიღო. ამ ოპერაციაში მთავარი უპილოტო საფრენი აპარატია. სამხედროების ფუნქცია კი მისი წარმატებით მართვა, რომ სამიზნე განადგურდეს. ზოგადად ბოლო თვეებში უკრაინამ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა და ოპერაციებში რობოტები და შორი მანძილიდან მართვადი აპარატები ჩართო. Майбутнє вже на полі бою. І його творить Україна. Це მომავალი უკვე ბრძოლის ველზია და ამას უკრაინა ქმნის. ეს ჩვენი სახმელეთო რობოტიზირებული კომპლექსია. პირველად ამ ომის ისტორიაში მტრის პოზიციები მხოლოდ უპილოტო პლატფორმებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და დრონებმა დაიკავეს. ოკუპანტები ტყვედ ჩავარდნენ და ეს ოპერაცია ქვეითი ჯარის მონაწილეობის და ჩვენი მხრიდან დანაკარგების გარეშე ჩატარდა. ნატელი, ტერმიტი, არდალი, რისი, ზმი, პროტექტორი, ვოლე და სხვა ჩვენი სახმელეთო რობოტიზირებული კომპლექსი. მათ მხოლოდ ამ სამ თვეში ფრონტზე 22,000-ზე მეტი მისია შეასრულეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 22,000-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა. ყველაზე სახიფათო ადგილებში სამხედროების ნაცვლად რობოტი ჩავიდა. замість воїна йшов робот. სწორედ ამის გამო უკრაინული დრონები და სახმელეთო რობოტიზებული დანადგარები თანამედროვე ომის სიმბოლოდ იქცა. დრონების მოულოდნელი გამოჩენა, ზუსტი დარტყმები და კადრები, რომელიც ფრონტის ხაზზე ვითარებას ცვლის და პუტინის ერთდროს უძლეველი არმიის უსუსურობას აჩვენებს. ტექნოლოგიური მიღწევების დახმარებით გასული წლის დეკემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება შეძლეს. მათთვის უკვე პრობლემა აღარ არის მტერს-ზიანი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიაყენონ. მაგალითად ამ კვირაში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა მარიუპოლთან საზენიტო კომპლექსი პანცირ S1 გაანადგურეს. ასევე დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მიაგნეს და მიწასთან გაასწორეს დრონების საიდუმლო საწყობი.
უკრაინა კეთილდრონებს რუსი აგრესორების სამხედრო ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლადაც იყენებს. მარტო 18 აპრილის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ერთდროულად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის 4 მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს. სამარის, ლენინგრადის და კრასნოდარის ოლქებში დრონებით იერიში მიიტანეს ნოვოკუბიევსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ვისოცკის პოლკში ლუკოილ 2-ზე და ტიხორეცკის ნავთობბაზაზე. Ебать! Я упал. რამდენიმე დღე აფეთქებების ხმა ისმის სევასტოპოლშიც. იქაც ნავთობბაზა იწვის. ოფიციალური უწყებების ცნობით ყველა ობიექტი, რომელზეც დრონებით იერიში მიიტანეს, რუსი ოკუპანტების შეიარაღებული ძალების მომარაგებაში მონაწილეობს. ანექსირებულ ყირიმში წარმატებული ოპერაცია ჩაატარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მათი ინფორმაციით რუსული სამხედრო ფლოტი კიდევ რამდენიმე ხომალდით შემცირდა. დრონებით შეტევისას სერიოზულად დაზიანდა სადესანტო ხომალდი იამალი და აზოვი. გამოსაყენებლად აღარ ვარგა კიდევ ერთი სამხედრო გემი. რამდენიმე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ამ დღეებში სხვადასხვა ტელეგრამ არხით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზიანი აქ სერიოზულია. Да, в Турции сегодня режим черного неба. Страшно. За свой город. Кошмар творится на нефтяной базе в Туапсе. Просто посмотрите. Это вообще что? Это какой-то фильм ужасов. Москва под атакой дронов. ასე გადავიდა ნელ-ნელა ომი რუსეთის ტერიტორიაზეც. ოკუპანტ ქვეყანაში ყველა ხვდება, რომ დაცული არც ერთი რეგიონი აღარაა, მათ შორის არც დედაქალაქი. ბოლო პერიოდში უკრაინულმა დრონებმა მოსკოვშიც წარმატებით იფრინეს. პუტინის მშობლიური ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა უკვე სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ალექსანდრ დროზდენკო შეშინებულია და ამტკიცებს, რომ რეგიონი ფრონტის პირა გახდა. დეკემბრიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აშფოთებთ კრემლის პროპაგანდისტებსაც. განსაკუთრებით უკმაყოფილოები სამხედრო კორესპონდენტები არიან. Ну да, тут тупик. Ну, ты заметил, что изменились темпы наступления? შეამჩნევდით, შეიცვალა შეტევის ტემპი. უკრაინა წარმატებით აფართოებს საკუთარ შესაძლებლობებს. მათ მიერ დრონების, კედლისა და რობოტების შეტევის კონცეფციამ გაამართლა. გამოთქვა ერთგვარ გავრცელებულ აზრს წყაროს არ დავასახელებ, მაგრამ ეს არის ციტატა ერთ ტყვესთან საუბრიდან. უსიამოვნო ციტატა. მან თქვა, რომ თქვენ ფრონტზე ხალხით სავსე სატვირთო მანქანები მიყავთ, ჩვენ კი დრონებით სავსე სატვირთოები. Он сказал, что вы привозите на фронт грузовик людей, а мы привозим грузовик FPV дронов. Да-да. Вот я о том же. ამ ხელა უკმაყოფილების ფონზე რუსეთი ისევ ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძირითადად საცხოვრებელ დასახლებებს უტევს. გასულ კვირას მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი, დნეპრი და ოდესა იყო. პუტინის საოკუპაციო ჯარმა ახალი შეტევის წამოწყება ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზეც სცადა, თუმცა გარღვევა ვერ საჩეძლო. ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება ზაპოროჟიეს და პაკროვსკის მიმართულებებზეა. როგორც საინფორმაციო სააგენტოები და ტელეგრამ არხები წერენ, გასულ კვირას ორივე მიმართულებაზე პუტინის არმიას კონტრშეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. ბოლო დღეებში უკრაინელები ასევე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის გამო პუტინი ისევ ცდილობს ომში ბელორუსის ჩართვას. სადაზორო ინფორმაციაზე დაყრდნობით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინა ბელორუსის საზღვარზე გარკვეული მობილიზება და გადაჯგუფებაა. ბელორუსმა საზღვართან ახლოს გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების განახლება დაიწყო. ომისთვის მზადება დაადასტურა ბელორუსის პრეზიდენტმაც. Никакого, Павел, мирного времени быть не может. Мы готовимся к войне. მშვიდობიანი დრო არ შეიძლება იყოს ჩვენ ვემზადებით ომისთვის და არა მხოლოდ ამ აუდიტორიაში მყოფებისთვის უნდა იყოს ეს გასაგები. ჩვენ ომის წინააღმდეგები ვართ, განსაკუთრებით ჩვენი ოფიცრები, ჩვენი სამხედროები, ჩვენი შეერაღებული ძალები, რადგან ჩვენ ვიცით რა არის ომი, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ არმია ამისთვისაა შექმნილი. თუ იმე გაბედავს ჩვენთან საუბარს და იარაღის სამიზნე და ყურებას, ჩვენ უპასუხებთ ამისთვის ვემზადებით. К этому и готовимся.
საკუთარ სამხედროებთან ასე მოლაპარაკე ლუკაშენკოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად დაფიქრება ურჩია, რათა ვენესუელას პრეზიდენტის ბედი არ გაიზიაროს. თავად ზელენსკისთვის პრიორიტეტი ახლა საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის მიღწევა და თავდაცვის გაძლიერება. მხოლოდ გასულ კვირას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია. მაგალითად, გერმანიასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოაწერა ხელი, ასევე გადაწყდა, რომ უკრაინა გერმანიისგან რამდენიმე მილიონის სამხედრო დახმარებას მიიღებს. იტალიასთან ერთად დაიწყება დრონების წარმოება. ნატოს წევრი ქვეყნები 2026 წლის განმავლობაში 60 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ნიდერლანდების უკრაინა ივნისში მიიღებს ალკმარის კლასის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდს. Хлопці несуть чергування, військовий-командир корабля, а я потім вам доповім про нашу. ამ ინფორმაციებს ალბათ კრემლის დიქტატორსაც უკითხავენ. თუ ვინმე გაუბედავს წესით, ისიც უნდა უთხრას, რომ ქვეყანა, რომლის დაპყრობასაც 3 დღეში გეგმავდა, დღითი დღე ძლიერდება. ომის 4 წლის თავზე კი რუსული არმია სულ უფრო უსუსურად გამოიყურება. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით საოკუპაციო ჯარს სერიოზული პრობლემები მხოლოდ შეიარაღების კუთხით არ აქვს. ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის ჩანაცვლებაც უჭირთ. ამ დღეებში ისევ დაიწყეს საუბარი პუტინის ზელენსკის შეხვედრის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი ამგვარ აუდიენციას არ გამორიცხავს, თუმცა თანხმობას მხოლოდ ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ამბობს. კრემლის პროპაგანდისტებმა შესაძლო შეხვედრაზე შეკითხვები თურქეთში ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვეს. პასუხიც მიიღეს. Зеленський готовий зустрітися з Путіним. Питання, чому він ховається? ჯერ უცნობია, რას იზავს ბუნკერში დამალული კრემლის დიქტატორი. ზელენსკისთან შესახვედრად კი არა, ამ დრომდე არავინ იცის, იქნება თუ არა პუტინის საყვარელი 9 მაისის აღლუმი. რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში წერდნენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ღონისძიება შესაძლოა არ ჩატარდეს. თუმცა ამ ეტაპზე კრემლის დიქტატორის გადაწყვეტილება უცნობია.